Haid. საღამოში დობის როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? ეხლა უყურე. ახლა უყურეთ. აი რაღაცა შურის. თუნდაც გადაგაყირავეთ შურის ოლადები. ნამცხვარიო რა ვიცი. ექენიები რა. ისინი ორწყობილებია შურის აი ესეთი. ხარხნა. ინახავს სამნაირამე დილა ადრიანა. დილას რაც წავედი ხო სამუშაოზე ხო? მოვედი. მის მედი არ დამჯდარო რა ახლა ჩამომჯიხიებცე. გინახავთ ამნაირამე. მე ვარ დაბდურა, პურა ხდება რა ვიცი. იქ კათამოვიტანე გავტოლსე გავაკეთე. შევინახე. ერთი კათამი შევწვი. მერე პამიდორი ხვალ პამიდორის კეთება გვაქვს. პამიდორი ედეთ ორი იაშიკი. თავი ვიდეო უწმინდა ჩავწერო. ხო. Яй-яй. Ого, позади максимум. ისე დაღალი ლაპარაკი თარცაღარ მაგ. მოვედი. ჯერ წავედი სამსახურში. მერე მოვედი. მერე ისი კათოლიკე გავაკეთე. მერე შევწვი ერთი კათამი. მერე ახლობელი ყავდა ავამივირთვით. მერე პამიდორი გავატარე ახლა. და კვეცხენი პამიდორი ჩიჟბიჟიო თუ მიჟბიჟიო თუ რაღაცა ქვია. რაღაცა ქვია. ახლა ჭურჭელი ხო დავრეცხე თავისთავად. სამზარეულო დავალაგე. კიდე რა ვიცი მე ქვეყნის რამე გავაკეთე დღეს. ცოტა იჭერავე მასარაფიან სტუმართან და ორი იაშიკი იშაკენერთი. ორი იაშიკი ის ვიყიდე რა ქვია. პომიდორი ხვალე გავრიცხავ, გავასუფთავებ და გავატარებ ეს პარტიას ისე ჩავასხავ. გატარებულს იმაში ხმარო ხოლმე რა. აქვია. რა. ლიცინიო თუ სალიცინიო თუ რაღაცა რო არის. ლიცინი არა იგი. ჰაიდე. მე პარტიას ეჩუბი მინდა გავაკეთო. დავიცემდები რა. და ეგრეა ჩვენი საქმე რა ვიცი. ერთსაც კიდე შეჭამდა მორჩა. დილას უკან არაფერი მიჭამია, წეგანათაც მოსწოს შეჭამდა. ერთი ორი ნაჭერი. ახლა და იო, ხვალ დილამდე 12 საათამდე დავისვანება. რაღაცა შულიკინე გარიქა. რა? შულიკინებს. დაყრუთ. ესე. რა მომწია. შენ სადაც ვიდეო ნახეო რა გააკეთეო. ისე იმას აკელი რო ყვე ისე მომიდაო მეც გავაკეთეო. და სედი ისე ჭამესო ჩემე მოვრო გათავდა საერთოდ. აღარ არისო. ისე ჭამეს ჩემე მოვრო საერთოდ აღარ არისო.
რა მითითები ჩაყოლეს ისე მოეწონათო. მაგსალათოს მოუხდება კიდე ბევრი რაღაცა. ფერად უნდა შეიტანო. შეკოც მოუხდება სხვათა შორის მაგას. კი. სხვათა შორის შეკოც მოუხდება კი. ეგ სამარხო ვარიანტი. ან ვეგეტარიანული ვარიანტი, ვისაც კატამი არ უყვარს. კვერცხი ხო? კვერცხი ქონდა? აა. აღარ მახსოვს რა ქონდა. მახსოვს რა გავუკვირდე. შემგვახსენე. ერთი ვიცი რომ კატამი ქონდა და. ვიცი რომ კატამი ქონდა, კარტოფილი ქონდა. დედა რა გავქნა? კიტრი ქონდა. ხო, კიტრი ქონდა. დედა რა გავქნა? კიდე რაღაცა ქონდა გონი, აღარ ვიცი. ბულგარული. ხო. ბულგარული. ბრინჯის ქონდა? არა, ბრინჯი არა. არა? არა, კაცო ბრინჯია თუ და მაგას. ხო, ბრინჯზე გამახსენდა. შეგიძლია დრესინგად იმას აქნით რა ქვია. არა ქონდა და მოვიცდა. რა ბრინჯი, რის ბრინჯი? ზან ბრინჯი მოხარშე, მეთქი ბრინჯთან შევჭანთო და ზან ბრინჯი მოხარშე ის აღარ იყო. მეორე დას გაკეთებიათ. გავაკეთე ისევე, ხო. მოეწონა დედა. იცი რა არის? ის კატამი არომატს აძლევს რაღაცა და ბლენდერებულიც და დამარინადებული. ხო, მარინაცია. ხელი გუნეყალი. მისე მოეწონა თუ მე ვერ გავაკეთებინესო. მწვანილიც უყავით ხო? მწვანილი არა კაცო. ხო უყავით. თუ უყავი, ხო, რა ვიცი უყავი მგონი. ფინძი უყავით. კამოც მოუხდება. საერთოდ არა, ფინძი და კამა არა ქონა, მწვანილი უნდა გამეკეთებია, მაგრამ არ იყო. ქონდა? არა. თქვენ შეიტანეთ იმაში რა ქვია. სალატში. და ისე ხახუც ქონდა გაკეთებული. ხო. მართლა ისეთი გემრიელი გამოვიდა. სხვათა შორის ჩვეულებრივ ხახვი არ გავუკეთო და მწვანილი ხახვი ჩააჭრა. პრობლემა შეიტანს რა ქვია. ფესად შეიტანს. სიმწვანეს. და იმას რა ქვია. პროსხანაირი იქნება. გემრიელი. სხვათა შორის ახალი წლის სუფრაზე ძალიან პერფექტო იქნება ეგ. ეს რა იყო? რა? ეს. ზე. ხო. ახალი რაღაცა მოვიგონე. სახელი არ ვიცი უყუნ და ქვია. სადაც არ ვიცი სახელი, მე თვითონ მოვიფიქრე, ჩავდღლუზე ყველაფერი ერთმანეთში ჩავყარე და გამოვიდა ისეთ გებრიელი სალატი გამოვიდა რომ რა ვიცი. ინა მოვტიტები მივიყოლეთ. მე ვიცი, მე მეგონა ეგეთი გებრიელი არ გამოვთქო და ისეთი გებრიელი გამოვიდა ტიტები ლამის მივიყოლე. კაცამი შეიჭრა იმიტომ. აფილე. მე რა ვიცი ის არის რა ქვია. ამდენი გამომწვავა ყოთა. მე რა ვიცი არ მინახავს. არ მინახავს უბრალოდ.
მინახია არა ქართულს მასწავლებელი არ მომივიდეს. მინახია კი არ მინახავს. მამო, ცუდი არაფერი თქვია და გამოაგდო ის გოგო და რაღაც ცუდი რაღაც უნდა იყო წარმოვიდა რა. ნუ ხეშად უპასუხო, უთხრა უბრალოდ. მამაო, სხვათა შორის ის არის რა ქვია, ყველა ლანძღავს მამაოებსო და გასალანძღები არიან და იმიტომ ლანძღავენ. იმიტომ რომ ძალიან ზედმეტები მოდის ყველაფერში. ძალიან ზედმეტები მოსდით ყველაფერში. ზოგზე ვიძახი. ნუ მართლა კარგია იმასაც სახელს უტეხავი, დავიხრჩე. ზოგი საერთოდ სულტყვილად არის. მამაო კი არა ხალხო, იმას უყურეთ. ფეხში კი ჩარტყა დილას უგუნდება. წაღანაც უყურე. კისერში. ვაიმე უკრაინელი გოგო შევიდა ამერიკაში მატარებელში, მეტროში. მეტროს მატარებელში და დაჯდა ხო, ჩვეულებრივად დაჯდა. და უკან ეჯდა ვიღაც შავკანიანი. უკან როგორ? ის უკან. მატარებელი სკამის უკან ამხარეს. როგორ მაგათიყო? ესე არის სკამები. ესე კი არ არის. ესე ჩვენ თარო არ ხარ. ესე იყო სკამები. ხო და მე დააფიქსირე იქ ყოფნა კამერა. ხალხო ხო და იმას აქნა რა ქვია. ჩვეულებრივად ეს ტელეფონში იყურება, წამოდგა ის კაცი, ამოიღო დანა, წამოდგა და კისერში გაუყარა პირდაპირ. ხალხი ვერაფერს ვერ მიხვდა სანამ სისხლი არ დაინახეს. სისხლის წვეთები. ხალხო ეს არის რა ქვია. სხვათა შორის მეტროშიც ფრთხილად უნდა იყო ძალიან. რამდენი ჩაუგდიათ მეტროში საქართველოში, თბილისში. ხო და ქუჩაშიც რო გადიხარ, იქაც ფრთხილად უნდა იყო. ხალხო სოფლიოში გიჟები დათარეშობენ ქუჩებში. გიჟები დადიან გეფიცები. აღარ არის სანდო აღარ არის უკვე. კონტროლი ყავდა. სუპერდუსაჭერი აღარაფერი აღარ აღმოჩნდა. ხოთილა. ოდა. უბრალოდ არ შეიძლება. არ ვიცი მე რა ხდება ვერ გავიგე, აირივნე თუ და გადაირივნენ ვეღარ გავიგე. რა ვიცი მე შინაარსი ეგრე გამოვიტანე გუშინდელ იმ დღეს ვიდეო რო უყურე. ოი აღარ მაინტერესებს და. ნამდვილად რა ვიცი, დინა არ მაინტერესებს. რაც უნდა ის უკანია. რაც მე მაინტერესებს გიორგი, მაგრამ ხა. სიმართლე ვთქვი ახლა მიგლახათ მე აპენი ვთქვი კაცო. არც ეს ვიდეოში იყო ის ათქვი, ხო ვიცი. ხო. გლახარ პები Убалалот ģенელია, ეგლელო ვიღაცამ გიბაშუხებში. ნუ არიქა ის ჯობია რა ქვია ვიღაცამ სიტყვით გითხრას ვიდრე კისერში დანაჭავ და მოკლას. სიტყვიერება ჯობია, მაგრამ სიტყვით გითხრას ისევ ის ჯობია. მაგრამ ზოგ სიტყვას იცი რა მხელა მნიშვნელობა. კი სიტყვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვასაც გიორგი. სიკეთით რო გეტყვის ადამიანი უკეთესია. ახლა ელემენტარული შეიძლება სულ კარგად უთხრა, მაგრამ ზოგი სულ უკუმაიგებს. უკუმაც გაიგო. ხო, მაგრამ სინამდვილეში ენას ბევრი შეუძლია. კი. ძალიან ენას ბევრი ოჯახიც დაუნგრევია, იცი წარმოგიდგენია? აი ტიკ რომ მიუტანენ ერთმანეთს. როგორ მეჯავრება? რაიმე ენის მიტანა. იმან იმიტომ მითხრა ის საიდუმლო თქვათ ადამიანმა, ხო? იმიტომ მითხრა ის საიდუმლო, რომ ხალი აღარ გა. კიდე. აღარ მინდა საიტა. აი კერანდა. თანდამად გაყელზე მშრალია და სიგურა რა მოგდა ვახიც.
ელემენტარული სიტუაცია თქვა. აი ენას ბევრი შეუძლია. როგორ მეჯავრება ენი ტანიობა. ადამიანმა იმიტომ გაგანდო ის საიდუმლო ის რაღაცა ვიღაცაზე თქვათ, გინდა ვიღაცაზე ხო? რომ შენ შეინახო ის არავის არ უყვარს. ზოგს ეტყვი და მეორე წუთში სხვაგან არის წასული. ხო, ეხლა რო უთხრა, მაგალითად, ეხლა უთხრა ვიღაცას. რაღაცა და წავიდე. დეს. და მე სხვაგან დამკვდეს ის ჩემი სიტყვა. ხო, არ შეიძლება. ენას ბევრი შეუძლია. ენიან როგორ მეჯავრება არ მოიყვანს. მე ჭორაობას ვეყიდა და კიდე ენა ტანიობას. და ადამიანი რომ მოვა შენთან საიდუმლოს გეტყვის, თქვა, შენ იმას ენა კი არ უნდა მიუტანო ადამიანო, აი, რა ვიცი, მე ჩემი წვენა და ჩემი აზრი ეს არის, მაგალითად, ენა არავის არ უნდა მიუტანო, უნდა მიხვიდებს, ხო, ის იმიტომ გითხრა რომ შენთან უნდა დარჩეს, არა თუ ისა. არა, ის საჭირო რომ ისინი რაღაცა ენები აყრანტალო. აყრანტალო, ხო. და ხანდახან რო იტყვის ზოგი რომ აი მოვა და მოდი ბიჭო, მისჩემნე გავაჩერებ ხოლმე იმას. არ მაინტერესებს და მოვჭა. ყველას თავისი გზით გაუმარჯოს. არანაირად არ მაინტერესებს. სხვისი ცხოვრება, საერთოდ არაფერად არ მაინტერესებს. მე ჩემი საკუთარი ცხოვრება მაქვს და ჩემი საკუთარ ცხოვრებას მივხედავ. ეს სხვისი რაში მაინტერესებს ახლა ვინ საყვარელი ყავს და ვინ ვისთან დადის. ხო, არავის არ მაინტერესებს. რაც კიდათ ის უქნია. უქნიათ კაცო. ღმერთმაში ყველა კარგად ამყოფოზო, ყველა მოუტეოს, ყველაფერი რომ ის უფალი გაშჩის იმას. რო იციან ხოლმე ჯორო. ჩემი დასასჯელი ის არავინ არ არის. ახლა რა შემაინტერესებს ვის ყავს საყვარელი და ვისი საყავს კიდე, ვინ ვისთან დადის და ვისთან ვინ მიდის კიდე. ხო, რაში მაინტერესებს ახლა სხვისი ცხოვრება მე. იმას უფალითან მე არ შემეხოს, არც მე შევეხები. ხო, მართალია. საერთოდ არ მაინტერესებს არანაირად. არა შემეხოს, თუდად არ მახსენოს არანაირად. თორე არც მაინტერესებს, რაც კიდეც. არავის საქმეში ჩავერევი, არავის საქმეში ზედმეტად არ მიყვარს, დაჟე ოჯახის წევრებშიც არ მიყვარს ზედმეტად რაღაცის თქმა და ჩარევა, ხო, ელემენტარული და არათუ ვიღაცასთან ჩავერიო დავიწყულა ენა ტანიობა რო ვიღაცა მიიტანო ჩემი რა ჩემპიში არის ენა, ჩემ გარეთ ხო არ არის არა. ის არის რა ქვია. ენას კვილი დააჭირე უტყვილა კი არა ენა. ხო. და დააჭირო ენას. კვილი. ვიგბირე. დააჭირო თქო და ვიგბირე. ენას ძვალი არა, რაცაც კიდე იმას იტაკტაკე, მაგრამ იდალატანემა. ცოტა აზრი ხო უნდა დააყოლო, რომ იმ შენ იმან ვიღაცამ რაღაცა გითხრა და იმ შენ ნალაპარაკებს შეიძლება რაღაცა ომი მოხდეს და ჩხუბი. უნდა გაიჩერო ხბაში ის არა ენა. ხო. და უნდა მე ერთ რომ ეტყვიან, თქვათ მოტყვენ დავაიწყდება ხოლმე, მავიწყდება ვიდა. დაშე ოჯახის წევრსაც არაფერი არ მოუთხრა, თქვათ სიტყვაზე ვიღოთ, რაც სათქმელი არ არის. არა. ისევე შენ ოჯახში, შენ გულში უნდა დარჩეს და ის შენ გონებაში. ის აღსარებასავით არის რა. აუცილებელია ოჯახის ახლა ღმერთმა ჯვარი დასწეროს ყველას და გადაუდებელია. არა, ის იცი რა არის? მაგრამ ეგ ხო თუ ის არის სათქმელი არის და სიკვდილის სიცოცხლის საკითხია კი ბატონო, მაგრამ თუ არ არის და იმას აშვები, ემანის გითხრა იმას ვიღაცა ყავს და შენ წაღვედი და სხვას უთხარი? განა მარტო ყოლაზე და იმაზე კი არ ვიძახი, უბრალოდ რაღაცას ეგრე ხო ხდება ელემენტარული ვიღაცა რაღაცას იტყვის, ვიღაცა რაღაცას გააკეთებს, არ მაინტერესებს ყველას თავის ცხოვრება აქვს. ვინ როგორ უნდა, ვის როგორ უნდა ისე ქნა და მე ინეტანიობა არ მიყვარს. აი რაღაცა ეს თქვათ მითხრას ვიღაცამ რაღაცა უბრალოდ სიტუაცია ვიტყვი. მე იმას არასოდეს არ ვიტყვი, დაჟე სახშიც არ ვიტყვი. არა თუ ვინმეს უთხრა. და ერთმანეთში რომ იცი რა არ მიყვარს კიდე ერთმანეთში რომ სხვის ცხოვრების განხილვა რო იციან. ხო. ვაიმე ოღონდაც აი მინდა რომ შუაზე გავგლიჯო ორივე. რაში მაინტერესებს ახლა? რაში უნდა გაინტერესებდეს სხვისი ცხოვრება გამაგებინეთ.
Სხვის ცხოვრება ახლა. მე მაგალითად რაში მაინტერესებს, თქვათ მეზობლის ცხოვრება, ხო? იმათ თავისი ცხოვრება, მე ჩემი ცხოვრება. ხო, ვის როგორ და იცით. ხო. ჩვენ მამალი ზატყიში. აი მე რამ ხელახმა აქ რა არის, იმისავით არის რა ქვია. აკლიმივით არის, და დიდია. ხო, და თქვათ არავის ცხოვრება არ უნდა გაინტერესებს. უნდა იმას ახლა გაინტერესებდეს თუ კარგად არის, რა თქმა უნდა, გაგიხარდება შენი დინდა მეზობლის იყოს და დინდა მისი იყოს უსურვებ კარგს და იმას, მაგრამ ელემენტარული მის ცხიჯი ჩავყომე იმის ცხოვრებაში რა უფლება მაქვს. ჯერგეთ რა უფლება მაქვს კი არა. რაში მაინტერესებს. ხო, უფლებაც არ გარც გაინტერესებს კი ადამიანს, ხო? ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველამ თავის ცხოვრებას უნდა გაუძლოს. ზოგმა ისიც რო იცის, ვიღაცა რაღაცას რო მოიტანს მეზობელი მაგ თქვათ. და რო უყურებს რო ის არის რა ქვია, რა მოაქვს. რა მოაქვს, თავისთვის მოაქვს, ჩემთვის ყურა. ხო. მოიტანოს ხმეთმა შეარგოს. თუ გაქვს იმის თავი და ბოდიში ამ სიტყვას ტრაკი წადი შენ მოიტანე რა უხრის საქმეში ერი. ხვის იმას რაღაც უყურებს შენაცენს, შენ თვითონ შეიცინე. თუ გაქვს იმის ერთი ადგილი. მაგრამ ზოგს ეს გაინტერესებს ხვის ცხოვრება. და საკუთარს ვერ უყურებენ, ვერ იმასაშვებია რა ქვია, ვერ ხედავენ. მე რა ვიცი. მე მაქვს ჩემი ცხოვრება, სხვა ცხოვრებასაც ვერ ვიტან. ცხოვრება. ტლიკინსაც ვერ ვიტან. ვიღაცამ რაღაცა რო მითხეს და მიხვალ და მეორე წუთში შენი იმის ნალაპარაკები წინ დახვდება თავისი ეგ თავის ნალაპარაკები რო შენი ნალაპარაკები მაგალითად ვიღაცას რაღაცა უთხარი საიდუმლო და შენი ნალაპარაკები რო წინ დახვდება. ხო. არ უნდა გაგლიჯო შუაზე. ხო იცი ახლა ვისაც უთხარი. უნდა გაგლიჯო შუაზე. გახიო ასე, აი. ლაჯზე. ხო. მე დახევას მაქვს. საქმე უნდა გახიო ასე. ხო და რა ვიცი. ეგრე არ შეიძლება. სახში მომივიდა ვიღაცა ახლობელი და წავიდეს და უთხრა რაღაცა და წავიდეს და სხვა იმას აქნა, სხვა განილაპარაკოს და ის ჩემი ნალაპარაკები სხვაგან მე დამხვდეს, იმას როგორ ხარ შემოუშვი? უარესად დაამატოს კიდე სხვა რაღაცა. კიდე დაამატოს, მიამატოს, ხო, მაგათ, ხო, მიამატოს. იმას სახში როგორ ხარ შემოუშვი, ა? შენ რო სხვა რაღაცა უთხარი და იმას სხვა მიაქვს. უვიდე დაია. ბევრი ხდება ეგრე. ბევრი კი. შენი ენა შენს პირში არ შენს გარეთ არ არის. პირის გარეთ არ არის. თუ არ გინდა ეგენა რომ შიგნით გქონდეს ამოგლეჯო და აღარ იტყვი. ან იმას ვიზა. უნდა იმას აქნა რა ქვია. მე უჭიკარტო ენა. ისინი რო თოფი რო იმეებს. მე უსტეპლერო. ენა და აღარ იტყვის მე. სასაზე უსტეპლერო პიტაპი. სტეპლერით ეგრე მე ვიცი. ეგ ძენიენები რო მოხდა მიტრიანი და თავის თავს ვერ უყურებენ ეგ ყველაზე ძალიან მეზრება. კიდე ის არ მოყავს რა ქვია. აი ერთმანეთს ძირს რო უთხრია და უძრებიან ერთმანეთს ვაიმე აფერისტულად ზურგს უკარო ერთმანეთს ლანძღავენ, ჭორაობენ, ძირს უთხრიან და აფერისტულად რო ერთად იმასაშვებიან ხოლმე. შენი ჭირიმე შენ გენაცვალი რო აქვს, მე როგორ მეჯავრება? წავლა დრუკ და გავლენ ორნაბიც გაათქვა, წავალე და მეორე წუთში ერთმანეთს მოშორდებიან და ისიც ლაპარაკობს, ესეც ლაპარაკობს. აი ეგ ის იმაზე, ეს ამაზე. აი ეგ მეჯავრება. ვაიმე აფერისტობასაც ვერ ვიტან ხალხს, როგორ მეჯავრება?
ყველაზე მე Რაღაც უძვრები როცა ლაპარაკობ ერთმანეთს, რომ ძირს უთხრით რაღაც უძვრები, იმისავით რა ქვია. მატლივით. არ მიყვარს ეგეთი რაღაცები მე. მელაკუდასავით მოგელაკუცება. მელასავით, ელაკუცებით ერთმანეთს და მე მარტო ერთი კი არ ლაპარაკობს. მაგალითად შენზე ისიც ლაპარაკობს ვისთანაც მასაშვები და შენც ლაპარაკობ იმაზე. ხო, ეგრე რა. ორი მხრივად. ორ მხრივად რო ლაპარაკობენ, და ერთმანეთს რო უძვრებიან. აფერისტულად. შენი ჭირიმე შენ გენაცვალე რო აქვს, შენ შემოგევლე როგორ ახარ და ის არა ქვია. წავლენ ორ ნაბიჯს გაცდებიან და ხო, ერთმანეთს ჭორავენ მერე. დაიწყებენ ლაილაის. არა და პრინციპში მერე ერთად უნდა მიყვიდეთ. შეხვდეთ ერთმანეთს და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე უნდა გქონდეთ ერთმანეთთან. და შენ შემოგევლე კიდე. როგორ ახარ აღარ იცი რა. ხო. ვითომ იმის ბედნიერება რო გიხარია და არც გიხარია. ხო. მართალია. დავინიავ დამცხა. რა სიცხე დღეს არ მომწია. ბევრი ლაპარაკე. შენ ბედნიერება რო ადამიანს სხვისი ბედნიერება არ გიხარდება, არ შენი არ გიხარდება მე თუ გითხო. კი უნდა იყო ის გამოჩერცეტეულ. ჩეჩეტობა. და კიდე აი შურიანობას ვერ ვიტან. აი შურით რო რაღაცას იმაშვებია რა ქვია. შურით რო უყურებენ. ხო, აი რო შურს ყველაფერი, აი ამას ვერ ვიტან ადამიანში. აი მაგალითად რაღაცას ერთი ოჯახი რო რაღაცას იმას იზავს. იყიდის ვთქვათ. და შენ რო იმით ბოღმით რო სკდები. დედა, ერა. დააგდე მე. ძაღლი ახსენეო და აი მატლია ეგო. არა კაცო. ხო, დადის. და მოგზაურობს რა. აი იმიდან ეთყობა ხელიდან ჩამოვარდა და დაგეცა. ალბათ. რა მე დამიძახი მე აქ რო იყავი. რა ვიცი, თრა შეიშალა სამყარო. ზოგი ერთმანეთს კი არ იმასაშვება, კი არ ჭორობს ერთმანეთზე, პირიქით ზურგს უკან კი არ ჭორობს, პირიქით მოკლაზე გადადიან ერთმანეთს ხუცავენ. მართალია. რამდენი მომხდარა სუფრაზე მაგალითად. ეს რაღაცა უთქვია და ის არის რა ქვია. ჩხუბით დამთავრებულა სუფრა. ამიტომ სუფრებიც აღარ უნდა გააკეთო. არ არის საჭირო. ან ვინმე სტუმარი რომ მოვა, კარგად გენრიალად უნდა გაჭრიგო. დეტექტორი უნდა დადგა ჭიშკარში. იმისი. რა ქვია. ოდა შემოვა, თუ გაწუწუნდა, ესე იგი რაღაცაა, კანდანა არ რაღაცა. მე ჰაიდა, ეგრევე. გაუშვა. დამცხა. ხო და ეგრეა ჩუვენო. მე წინევასავით თითქოს რაღაცა. მეც მომეყვინტილა. ხო და ეგრეა ჩემო ძვირფასება. ეგრე არის საქმე. არ მიყვარს ჭორაობა ერთმანეთის. აი ისა რა ქვია აფერისტობას ვერ ვიტან კიდე. შური რო გალაპარაკეს აი. ბოღმისგან ვსკდები. აი და პრინციპში რო უძვრები კიდეც. ხო. მე როგორი სამაქ რა ქვია. ჩვევა თუ რა არის არ ვიცი. ალბათ ინსტინქტია ეგეთი თუ რა არის არ ვიცი. ადამიანს რო შევხედავ, ხვდები ვინ როგორია და როგორი მასაშვება რა ქვია. როგორ შემოდის შენში, შენთან.
როგორი თვალით შემოდის ხვდები ამიტომ ჩემთან აფერისტობა არ გავუოთ მართალი არ მიყვარს აფერისტობა და ვცდილობ რომ მოვერიდო ეს არის რა ქვია თუ არ მომეწონა ეს ადამიანი ვცდილობ რომ მოვერიდო ნუ არ გადმომედოს მის ცუდი აურა ავიცი ხალხის უდაგიჟდა მე რა ვიცი რა მართალი შუმურით მოსკდებიან და ბუხმობენ და მეორე წუთში ой შენი ჭირი მინდა შენ გენაცვალე როგორ ახარ და ასე და ის ანა ჩაყორპიში მიწა ქვიშა ყვითელი გაუტენო პირი ქვიშით ეგრეა ჩვენი საქმე ჭორაობა არ შეიძლება ლანძღვა არ შეიძლება არავისთან ცუდი არ უნდა თქვა შენ ცხოვრებას უნდა მიიღო და შენი ცხოვრებით იცხოვრო ის შენ არ გაინტერესებს და არც დაგაინტერესებს არ გაინტერესებს და არც უნდა გაინტერესებდეს იმას რო გითხრა სხვისი ცხოვრება არც უნდა გაინტერესებდეს იმიტომ რომ საკუთარს უნდა მიხედო უკეთესი იქნება მართალი სხვის ცხოვრება ცხოვრება რა არის სხვის ცხოვრებას რო არ ჭირენ ხოლმე ეგ ჩემს გარემოცვაში მე სადაც ვარ იქ არ გამოვუვათ ეგ თუნდაც მე გარეთ იჭორავ სადაც მე არა ვარ იქ და ძალიან პერო გარჭობილი ხალხი კიდე არ მიყვარს ერთმა მომწერა ისა რა ქვია იმასე რა ქვია TikTok-ზე მომწერა YouTube-შიც გიყურებ ხოლმეო და ის არის რა ქვია იქ გამოწერილი არხი არ მაქვს და ვერ გიწერ იმასო კომენტარებსო ხო და ის არის ერთი თანამშრომელი მყავსო ძალიან პეროა გარჭობილი ერთ ადგილასო რაღაცა თუ არ მოეწონაო ან ჩაცმულობა ან რაღაცაო ზედ არ მიყურებსო ან თუ შემოხედა მეტყვის ის რა გაწვია მიკონტროლებსო მე იცი რას გეტყვი ჩემო კარგო იქაც გითხარი შენ ჩაცმულობას მიხედე თქო უთხარი ეგრე მე შენი საქმე არ არის მე რას ჩავიცვამ და როგორ ვიქნები თქო და ფრთხილად დაჯიქით პერო არ გაგიტყდეს თქო ის უთხარი არ მიყვარს პერო გარჭობილი ხალხი და მის რა გაწვია ის რა არის აი ჩამომეცინა ხალხნო მეცა რა ხათა მაქვს საქმე ხო და ელემენტარული არ შეიძლება უნდა იყო რაც ახარ ადამიანს ის ჩაცმულობას და იმებს რა საკონტროლებენ მე რა ვიცი მე რა ვიცი ყველას თავის ცხოვრება კონტროლი არ შეიძლება ის უფალი გადაუხდის ყველას ნეუროდებში მაგ კაბანაყიდიო უყიდულობ ხოლმეო და ეს არის რა ის ვიცი რა მითხრაო ფუ მეორადებში როგორ შედიხარო მაგ ჭუჭყიან ტანსაცმელს როგორ იცვამო სადარიო ჭუჭყიანში ინგათოში ვინი საერთოდ აქვს ვიღაცა არის მე მაგალითად ეგეთ დაკალიაო ჩემიო
მე მაგალითად ეგეთი არ მეყოლებოდა, მეგობარი არ მეყოლებოდა მსგავსი. ჩამოშორდებოდი მე მაგალითად. ან კიდე თუ იტყოდა, რამდენჯერმე თუ იტყოდა, კარგ სკანდალს მოვაწყობდი და იმას ვიზავდი რა ქვია. გადამოუშვებდი იმიდან მაღალი სართულიდან. პირდაპირ პანჯარაში. რიკოშეტივით. ის რო არის მამაცში, იკაცი რო უშვებს თვითონ. ის პოლიციელი რო უშვებს ხოლმე პანჯრებიდან. პირდაპირ რიკოშეტივით გადამოუშვებდი. თვითონ ძალიან ბრენდები აწვია. თუ ის არის რა ქვია. ძალიან ისა ყავს. შეიხის ცოლიან დედოფალი ვინმე. ამ ხელა ხამაზია გაწეული ტელევიზორზე მე მესმის რა ლაპარაკობენ იქ. გაიგონე. მე ესეც გაიგონებს თუ. არ გაიგონებს მე არ მესმის და არ გაიგონებს. სერიალს უყურეს უეჭველი. და იწყებოდა ისა რა ქვია. ჯერ არა. მამაცი. მამაცი დედაცი. რა, იდა ძილი მომერია რა. სიდავაჭეტო თვალები. ვიმე ახანა მეტკინა ის მეტი თვალსაბნევის კეთები კანი გამტკივა. ხო და ეგრეა, ჩემო ძვირფასებო. არავის საქმეში ჩაერიოთ, არავინ გაჭოროთ, ხო, არავინ ზედმეტად არ მიუტანოთ ჯობია რომ ჩვენ ცხოვრებას მივხედოთ უფრო უკეთესი იქნება და ვიყოთ კარგად და მშვიდად და გოხდათ და ლამაზად. ჩვენ ცხოვრებას რომ მივხედოთ ჯობია, უფრო ბედნიერები ვიქნებით, ჩვენც და სხვაც. უფრო ბედნიერები ვიქნებით. კი. თავარია ის ჩვენ არ გავაკეთოთ რასაც აკეთებს და თუ კარგს არ აკეთებს და ლახას აკეთებს. ბათა. სხვათა შორის ის არის რა ქვია. ქუჩაში რომ მიდიხარ და ვინმე შენ ჩაცმულობა არ მოეწონოს, ვიღაცა შეიძლება მოგვარდეს და გითხრას რაღაცა. უცხო ვიღაცა. რომ გეცეს და მიგლანძღოს ეტი გემრიალად. მოგაყენოს შეურაცხყოფა კი არა, შეურაცხყოფაზე მეტი. შეიძლება დაგბეგოს კიდეც. ისე დაგბეგორო. მას ქვია დამბეგოს ვიღაცა. ისეთი დავბეგო რომ ის არის რა ქვია. ნიგოს დაემსგავსოს, დააყობს. დაუნაყავ ნიგოზივით. ნიგოჟივი დანაყვა. ნიგოჟი. აბა ერთი რომ მომარდა იმაში ადრე ლილოში მომარდა ერთი ქალი, თურქი ხარო. არ შემოტყო თურქის. ხალილ იბრაჰიმი ხორი, აი ის რა ქვია, ცისფერთვალება რო არის რა. ჯანიამანი. თურქი ხარო. არ შემოტყო თურქის. თურქულად ვილაპარაკე, ლაპარაკობდი. თუ რა იყო? ალბათ ბევრ თურქულ სერიალებს უყურე, მე მივაწახე. ქალბატონო ალბათ ბევრ თურქულ სერიალებს უყურე თქო, ცოტა სხვასაც შეხედეთ თქო. გინდათ თურქი ყოფილიყო, მე ეგრაუბედურობა რა ლაპარაკია თურქი ხარო, რომ მოგვარდება ვიღაცა და პირდაპირ უგეტყვის. რა არის რა საქციელია ვერ გავიგე. უაზრობა და უმსგავსობა. ზოგი რო გავდივარ ქალაქში ბეცივით მიყურებს. ეტანას მიყურებენ მე რა ვიცი. ხო არაფერი მისვია თქო ვიყურები. მე თავი მტკიდდება ხალხო. ქალაქში რო გავდივარ, სახლში მოვდივარ ის არა ქვია. ტარებით. ახლა მე ვზივარ და ჩემ პამიდორზე ფიქრობ. როდის გავაკეთო ხვალე. ხვალ წყალი ხობობა და. თაწყლის დღეა. მიძინებმა. ხوار წავიდეთ. რავი, წავიდეთ ჩვილო, თორე ძილი მომივიდა. რაღაცა მეც.
40-ზე ავიდით, კაცო. წავიდეთ. ხალხნო არავის ცხოვრებაში არ შეედიოთ, იყავით რაც ხართ, არიჭორავთ. და იცი რა არის? არავის გამო არ შეიცვალოთ, იყავით ისეთები როგორიც ხართ. თქვენი თავი შეიყვარეთ ისეთი როგორიც ხართ. აბაჰე და აბაჰო თორე რაღაცა ძილი მომერია და კიდევ გეტყვით რომ მეტროებში ფრთხილად იყავით, რელსებთან ახლოს არ რაღაცა მიყავით. ძილი მომერია სანამატარებელი არ მოვა. 5-10 წუთი თუ არ მივწექი და მივიძინე, თუ არა თვალებს ვეღარ გამავახელ. აბაჰე და აბაჰო ამპაჰე დიდი ან ამპაჰო. მადლობა თბილი კომენტარებისთვის, ყველაფრისთვის, ყურებისთვის, გამოწერისთვის და ყველაფრისთვის რა ვიცი. ყველაფრისთვის. აბაჰე და აბაჰო. დიდი მადლობა რომ გვიძლებთ. კარგად.